5 თუ არის, გადაეშვი თავი. ანუ თქვენ ესე იგი არასოდეს პარაშუტიდან არ გადმოხდებით. ფინანსებს უყვარს ზოგადად რისკების გაზომა. და მიჩნეული არის ესეთი რაღაც, სხვა თანაბარ პირობებში, რა თქმა უნდა, რომ თუ რისკები არის დაახლოებით 30-20%-ის შუალედში, შეიძლება რაღაცები გავაკეთო. არ არის მაღალი 30%. 30 არის ისეთი, რომელსაც შეგიძლია რომ გააკონტროლო. პარაშუტიდან გადმოხდომისთვის ალბათ მაღალია, მაგრამ ბიზნესისთვის ალბათ. როგორც იმას ჰქონდა ფორმულა 1-ის მძღოლს ნიკი ლაუდას. რომ ესე იგი თუ 40% რისკი არის რაღაცის და უფრო მაღალი ესე იგი შესაბამისად მონაწილეობას არ იღებდა და ის ტოკიოს ბოლაც ცნობილი სადაც თქვა დაიწვა, მანდაც ეს იყო რომ მიუხედავად იმისა რომ რისკი მაღალი იყო, მაინც მიიღო მონაწილეობა და ეგეთი რაღაცა შეემთხვა. 30% 30% ბევრია. ან 30% რისი წარუმატებლობის თუ აი რას იმის შანსი რომ რაღაცა შეიძლება ისე არ მოხდეს როგორც გეგმავ. თუმცა ეგ როგორც აღნიშნე ყველა ინდუსტრიას და ყველა ასე ვთქვათ სექტორს თავისი ბენჩმარკი. ანუ 5 თუ არის, გადაეშვი თავი. 5 თუ არის, ეგ არც განიხილება. ანუ აბსოლუტურად ნიშნავს იმას, რომ უნდა გაყვე ბოლომდე, ანუ მაგისი რისკის კონტროლი არის ძალიან მარტივი. იმიტომ რომ რაღაცა რომ მოხდეს ისე რომ წავიდეს 5% არის, რასაც ასე ვთქვათ გადაიტან, შეინახავ და მარტივია.